გაუმარჯოს კაი ხალხს, მოგესალმებით. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მადლობა ყველას, ვისაც გამოწერილი ვიყავარ. თითქმის 1000 გამომწერზე ავედით, ამიტომ ძალიან დიდ მადლობას გიხდით. დღევანდელი ვიდეო იქნება სამ ისტორიულ ტაძარზე. ეს ტაძრები იქნება ბაგრატი, მოწამეთა და გელათი. და პირველი იქნება ბაგრატი, რომელიც არის ქუთაისის სავიზიტო ბარათი. ეს არის ბაგრატის ტაძარი. ტაძარი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. მის კედლებშია მეფეების ხსოვნაც, ხალხის რწმენაც და ქართული სულიც. ეს არ არის მხოლოდ ძველი შენობა. ეს არის საქართველოს ისტორია. ეხლა კი წავიდეთ და ერთად დავათვალიეროთ ერთ-ერთი უძველესი ტაძარი, რომელიც ამშვენებს ჩვენს ქუთაისს. ბაგრატის ტაძარი აშენდა მე-11 საუკუნეში, 1003 წელს. და ის ააშენა ბაგრატ მესამემ, რომელიც იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. და ბაგრატის ტაძარის აგებაც იყო გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. ბაგრატის ტაძრიდან მთელი ქუთაისი ჩანს ხელის გულივით. ისე ადგას ქუთაის თავზე, რავი, ძალიან ლამაზი არის. და ასევე ქვემოდანაც თითქმის ყველა ადგილიდან ჩანს ოსმალები იყენებდნენ ამ ტაძარს დასამალად. შიგნით ჰქონდათ დამალული იარაღი, ფეთქებათი მასალა და რაღაც მოხდა და ფეთქდა და გუმბათი ჩამოინგრა. მის მერე ეს ტაძარი ძალიან დიდი ხანი იყო დანგრეული. მეც მახსოვს ბავშვი ვიყავი, როცა ეს ადგილი იყო ასე დანგრეული. აი გაჩვენებთ კადრებს როგორ გამოიყურებოდა. აი მის მერე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და თავიდან ააშენეს, ასე გამოდის, იმიტომ მაშინ ძალიან დანგრეული იყო. იმ რეკონსტრუქციის შემდეგ სავარაუდოდ აი ამ მიდგმის გამო ამოიღეს იუნესკოს ძეგლთა სიიდან. ხო და ამასთან დაკავშირებით, რა ვთქვა? არ ვიცი, მაგრამ თვითონ ეკლესია რო აღადგინეს, ძალიან მაგარი არის. აი ახლა წავედით შიგნით, შევიდეთ და ვნახოთ შიგნიდან. ამ კედლების შიგნით სიჩუმე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ბაგრატის ტაძარი არ არის მხოლოდ არქიტექტურა, ეს სულია, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავს. შიგნით ყოველი ნაბიჯი წარსულში გვაყოლებს. აქ ლოცულობდნენ მეფეები, ოცნებობდნენ უბრალო ადამიანები და დღესაც საუკუნეების შემდეგ ამ ტაძარს ძალიან ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს. ეხლა კი წავედით და კარიდან დავათვალიეროთ ტაძრის ეზო. აი აქ უნდა ავჯვრეთ. წამო. იძახი ვერ ამოვდივარო, მაგრამ უნდა მოხვიდე რა ვქნა. წამო. ვერ ამოვა. წამოდი. აი ბაგრატის უკანა მხარეს მოხვდით. წამო, აუ, არ წამოსულ ხარ კიდე? რა ვასულ წუწუნობ, რა ხდება? აი უყურებ ადამიანი ამოვიდა ჩვეულებრივად, აი ჩადის. რა ხდება? რა გაწუწუნებს რა? დანგრევები არის, პატარა სალოცავი, ძალიან ლამაზი ადგილია. რიონხესი ჩანს აქედან. ძალიან ლამაზი ხედი იშლება მწვანე ყვავილაზე. ქუთაისის ერთ-ერთი უბანი არის. აი, ამოვიყვანე რა ვარც იქნა რა ქენი. უკან მინდა დაბრუნება. შენ ის თქმას ცდილობ რომ მე ვერ დავდივარ, უბრალოდ შესაბამისად არ მაცვი. გასაგებია, ხო. ხო, მეტი არაფერი მსგავსი. ხო, ისე დადიხარ, ხო, ეს კლდეებზე. კი, კლდეებზე დავდივარ ძალიან კარგად. აი, წამოდი აბა. არ გადავარდე ერთი წამოდი. აი რა ლამაზია, ჩემი ქუთაისია. აი ბაგრატი, რა კარგად გამოიყურება. მიყვარს ეს ადგილი, ბაგრატი მიყვარს, ჩემი ქუთაისი მიყვარს, ჩემი ქუთაისელები მიყვარს. კარგი, წავედით ახლა მოწამეთაში. გადმოვუხვიეთ მოწამეთისკენ. ჩემო ოპერატორმა არ გაჩვენათ, რაფერ გადმოვუხვიეთ მოწამეთისკენ. ვიცი, უნდა მოაგნოთ თქვენით რა ვქნათ. მანქანითაც შეიძლება ჩამოსვლა, მაგრამ ფეხით ჩამოსვლას აქ უღალატ. მიახლოებით ალბათ იქნება 300-400 მეტრი. დღეს არის ნელა იარ, დევი გწევი ქეცი. ნელა, მეც წავალ ნელა ეს. დღეს განსაკუთრებით რაღაც სასიამოვნო ტემპერატურა არის, არც სიცხე არის, არც სიცივეა. ძალიან სიმწვანე არის ყველგან ამ ბილიკზე. თუ არ დაიღალეთ, ძალიან კარგი ადგილი არის აქ სასეირნოთაც.
ერთ-ერთი ადგილი ეკლესიაში მისვლამდე, რომ მოდიხარ, არის აი ეს ადგილი, მოდიხარ და გამხელა მთები არის. ძალიან მაგარი ადგილია. სულ მიყვარს აქანა გაჩერება და ამ ადგილიდან გადახედვა. თქვენც გირჩევთ, ვინც მოხვალთ ამ ადგილზე, შეგიძლიათ გადახედოთ ბუნებას. ძალიან ლამაზი ადგილია. ავით ახლა ეკლესიაში. ამ ადგილზე რომ მოვდივარ, მახსენდება თუ რანაირი ლამაზი არის ჩვენი საქართველო რა. ძალიან მაგარი ხედები იშლება ამ ადგილიდან. აი ეს თვარეც როგორ უხდება აკაურობას. სიჩუმე არის. რო საღამოვდება ძალიან მისტიური ხდება ეს ადგილი. მთებს შორის ეკლესია, მაგრამ რა, ძალიან მაგარი. მოწამეთას მონასტერი არის ერთ-ერთი უძველესი მონასტერი მთელ საქართველოში. აქ არიან დაკრძალულნი შუშანიკი და დავითა კონსტანტინე. ვამბობდი რა, აი ეს ადგილი არის სიმშვიდის და სულიერად დასვენების ადგილი. აქ მოსული ადამიანი სხვა სამყაროში ხვდება რა. ეკლესიაში შესვლისთანავე გრძნობრობეს უბრალოდ შენობა არა. ეს ადგილია სავსე ამბებით, რწმენით და სულიერებით. აქ ყველაფერი თითქოს ჩერდება და შენც ჩერდები, რომ მოისმინო სიჩუმე. ლეგენდა არის, მე გამიგონია, რომ მოწამეთაში აი აქ არის ტუნელი, თუ გაძრები სურვილი აგესროლდება. აქ ის რო არის გასაძრომი, რომ ამბობენ, რომ სხვა რამეს არ განასახიერებს. არაფერს ხო? აქ მამაოს ესაუბრეთ და როგორც თქვა, არ ყოფილა მართალი. რა სურვილებს არ ასრულებს თურმე, მაგრამ რა ვიცი, პატივისცემის ნიშნად მაინც სურება ხალხი და მეც გავძრობი და ნახოთ. იქნებ მაინც აასრულოს სურვილია. ეკლესიიდან რომ გამოვალთ, აქ არის პატარა ჭა. ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს ჭა. ისე ხითაა გაკეთებული. აქ აწერია, რომ ფულს ნუ ჩაყრითო ჭაშიო და შეიძლება ესეც ერთ-ერთი ცრურწმენა იყოს. მოდი ჩავიხედოთ, მაგრამ მე მგონია, რომ აქ მაინც იქნება ფული ჩაყრილი, იმიტომ ხალხს მაგი არ გააჩერებდა, იმიტომ რომ თუ სადმე რამე თქმულა და გაგვიგონია, მაინც ვაკეთებთ. აი კი, მოგითხარით, რამდენი ფულია შეხედე? აი რამდენი ფული ყრია შეგნეთ. ვინც არიცით, მოწამეთა არის მამათა მონასტერი და აი აქედან არის შესასვლელი. და გადიხარ, აი როგორი პატარ-პატარა სახლები დგას შეხედე. ბუნებაში მთაზე. აქ ისე მოვიდოდი და ცოტა ხანი ვიცხოვრებდი. ავეხმარებოდი, ამას გავაკეთებდი რა, ძალიან ასემონო ადგილია. თლადღამე ნუ მოხვალთ აქ, იმიტომ სავარაუდოდ 9 საათზე იკეტება ეს კარები და შიგნით ეკლესიაში ვეღარ მოახერხებთ შესვლას. ადრე ბავშვობაში მდინარეზე რო გვინდოდა ჩასვლა, აი ისე სულ ტყე-ტყე ჩავდიოდით რა. ეხლა ღამდება თუ არა გაჩვენებდით, გაკეთებული არის ბილიკი და ჩადიხარ მდინარის პირას. ქვემოთ ძალიან ლამაზი ხედი არის, მდინარე, გამოქვაბულები, კლდეები, მაგარი ადგილი არის. შეგიძლიათ მოხვიდეთ დღე და აი ასე ბილიკს გაუყვებით და ჩახვალთ ქვემოთ. ხამე არ შეიძლება ჩასვლა, იმიტომ რომ აქ ტყე არის და ცხოველები არიან. აი, რომ გითხარით, იკეტება კი ბატონო 9 საათზე კარები და შიგნით ვეღარ მოახერხებთ შესვლას. მადლობა ყველას დროს რომ მithმობთ და უყურებთ ჩემ ვიდეოებს. შეგიძლიათ ახლა დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. აქ საღამოობით რო დავდიოდი ხოლმე, როცა ციცინათელების პერიოდი არის, აქ ძალიან ბევრი ციცინათელები არიან. შეიძლება ახაც უნდა იყვნენ, მაგრამ ხარი არის და სავარაუდოდ არ გამოდიან. აქ შატალოს რომ მოვდიოდით, სად იყო მაშინ ავტობუსი, მანქანა ან რამე, რავი, არავის არაფერი. სკოლიდან რომ გამოვიყარებოდით, ფეხით მოვდიოდით მოწამეთამდე. ისეთ კაი ადგილზე იყო შოთას წყარო, ან წყალს ვამდით და ვაგრძელებდით ისევე სიარეს. რა ცივი არის.
ახლა ნამდვილად წავალთ გელათზე. всё. დავედით ახლა. დაკეტილია. სავარაუდოდ რესტავრაცია რომ მიდის, მაგით უარი დაკეტილი. დამოვა აქედან ნახოთ რა ხდება. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი ხანია რომ მიმდინარეობს რესტავრაცია და მეგონა რომ დასრულებული იქნებოდა. მაგრამ ეს გელათის მონასტერი 1994 წლიდან არის იუნესკოს ძეგლთა სიაში. ხო და სავარაუდოდ ისე აპირებენ გაკეთებას, რომ იუნესკოს ძეგლთა სიიდან არ მოიღონ და აქ არის ქვემოთ გელათის სასულიერო აკადემია. ამ ადგილს მართლმადიდებლურ ისტორიაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. გაშო, მირმა? რა მოდიოდა შენსკენ? იგი? კაი რა, ვეძებ ოპერატორს. დავით აღმაშენებლის საფლავი არის გელათში. მე ვთქვი ვაჩვენებ ხალხს, წავა, ფეხი დამადგით, გულზე დამადგით. ფეხი ყოველმან და კარებში არის დასაფლავებული. ადრე იქედან იყო შემოსასვლელი. ეხლა აქედან არის. ამ შესასვლელში არ არის დავით აღმაშენებელი დასაფლავებული. იქიდან ხوار შეიძლება ის შესვლა. დამონახო. იქედან საიდან შეიძლება ძამო. აქედან იყო ძველი შესასვლელი. მაგრამ ეხლა გალავანია. აი ახლა იქნება ვნახოთ შესასვლელი. მოვიდა. ვერ შევდივართ ვერც საიდან. ესეც. აი. გაკეტილია. დავედით სამწუხაროა რა ვქნათ. აი შორიდან გაჩვენებთ ახლა იმ ადგილს არის დასაფლავებული. შიგნით დავით აღმაშენებელი. სამწუხაროა რომ შიგნით ვერ შევედი და ვერ დაგათვალიერებიეთ აქაურობა. რესტავრაცია მიმდინარეობს როგორც გითხარით და როგორც კი გაიხსნება, აუცილებლად მოვალ და გადავიღებ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ დროს მითმობ და უყურებთ ჩემ ვიდეოებს. ჩემი მაყურებლების დაახლოებით 90% არ უყავარ გამოწერილი და გამოიწერეთ რა. რავი, მეც გამიხარდება და უფრო კაი ვიდეოებს გადავიღებ. კარგი, ახლა დაგემშვიდობებით, მომავალ ვიდეომდე.